მართლა დაფრინავს რა. რამდენი ხანი ძინავს რა? და რო გაიღვიძოს რა უნდა აკეთოს? რატო ამბობ ხა ეს რაღაცას? რა უნდა აკეთო? აბა როგორ გინდა რომ ვილაპარაკო? თუმცა ყველაფერი კარგად არის? მოვიდა ლალი. როგორ საქმოდ ისევე შეთხართ? მაგა უბიძიაჯე. აგა უგზია ჩემს ხაროს? არა მე რამე გეჭამათ ხო ვიფიქრე, მაგრამ არაფერი არ ქონდათ და არ მშია მე. რა? არ მშია. კარგი. სამაგეროთ ძალიან კაი ამბავი გავარკვი. მოგეთ პარიზში არის კლინიკა, კონკრეტულად ბავშვთა ნეიროქირურგიის განყოფილებით, საუკეთესო. ხო, ზოგადად ევროპაში არიან ბევრი კარგი ნეიროქირურგები. ბევრი კაი საბავშვო კლინიკაც არის. ხო, რა თქმა უნდა, მე უბრალოდ შემთხვევით ეს საფრანგეთის ამბავი გავარკვი, ის გოგო თვითონ იქ იყო და ამიტომ მე ვიფიქრე. ჩვენ რა მერე? მომავზადებთ საბუთებს, გავარკვევთ ექიმს, დავრეგისტრირდებით და გავაგზავნით ამ საბუთებს და წავიყვანთ ბავშვს. წავალთ? მე კი არა ახლა კიდე ჩემი ხარჯი. უბრალოდ შენ და კერესა წახვალთ და მე მაგიტომ არ მithქვამს, უბრალოდ მაინტერესებს ეს. ხო, არა მისმის. წასასვლელი და ოპერაციის ფული საიდან უნდა ვიშოვოთ? მე მივხედავ მაგას. ხო, არ გაგირკვევებიათ დაახლოებით რამდენი დაჭდება ეს ყველაფერი? სადღაც 150,000 ევრო ჯდება. ყველაფრიანად გზა, კურნალობა, რეაბილიტაცია, ცხოვრება იქ. ანუ 150,000 ევროს იშოვი? ვიშოვე. როგორ? არ ვიცი როგორ მე, მაგრამ ვიშოვე. ჩინარინერულ და ყველაფერი კარგად. რა ხდება? სახლში არ შემომიშვებ? მარტო ხარ? რა გინდა დათო? რატომ ცდილობ რომ ცხოვრება ამირიო? მე ჯანდაბას გასაგებია ხო? მე ვიმსახურებ, მაგრამ შენმა ძმამ რა დააშავა? რას გადაეკიდე რეზის? დედა, ძალიან გთხოვ, დედა. დავსხდეთ, დამშვიდით და დავილაპარაკოთ რა. რაზე? რომ ბევრი სისულელეები მითხრა კიდე რეზიზე, ხო? კი, დედა, რეზიზე გვაქვს ალაპარაკო. ვიცი, ძნელი დასაჯერებელია. მე ძალიან გამიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ რეზი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან ცუდით.
ეს ყველაფერი ჩემმა მეგობარმა გადაიტანა, გესმის? და ძალიან ძვირი დაუჯდა. შენ რა გინდა მითხრა, რომ რეზი ქურდია? შენს გარდა კიდე ბევრი გაქურდა? არ მჯერა. ჩემი გაზრდილი შვილი არ მჯერა. დედა, მე არ ვიცი, რეზიმ სხვა ვინ გაქურდა, მაგრამ თუ ამვალებს არ გადაიხდის, მოუწევს სხვისი გაქურდვაც, გესმის? და არსენასნაირ ტიპს მეორეს ვერ ნახავს, ვინც ამის გამოწავაც შენ გესმის რას ლაპარაკობ? გეყოფა. შენ გესმის? 19 წლის ბიჭზე ვსაუბრობ. 19 წლის. დედა, ეგ 19 წლის ბავშვი ჩემი ძმა არის, გესმის? შენ ვერ წარმოიდგენ, რა ძნელი მოსასმენი იყო, როცა მითხრეს, რომ თამაშობს, გესმის? რა? ხო, და ძალიან ბევრ ფულს აგებს. გადი. დედა, უნდა მომისმინო რა. დათო ძალიან გთხოვ.